ორპირის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალწითელასა და ღვაღვანას წყალგამყოფთან ტყიბულიდან 21 კილომეტრის მოშორებით ულამაზესი სოფელი ჯონია მდებარეობს. იგი ისტორიულ წყაროებში პირველად მე-16 საუკუნეში 1545 წელს იხსენიება. აქ 1967 წელს აღმოჩენილია მონეტების კოლხური თეთრი საგანძური. აქვე შემორჩენილია მე-10 საუკუნით დათარიღებული წმინდა გიორგის სახელობის პატარა ბაზილიკური სტილის ეკლესია, რომლის აღდგენაზეც, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტაძარზე, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იზრუნა. სოფლის მოსახლეობასთან და მამა ნიკოლოზ ქათამაძის გულისხმიერებასთან ერთად. 22 მაისს ნიკოლოზობის დღესასწაულზე დილიდანვე განსაკუთრებული საზეიმო განწყობილება იგრძნობოდა სოფელში. მოსახლეობა მათი უძველესი სალოცავის კურთხევას ზეიმობდა. თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი შალამბერიძემ სადღესასწაულო წირვალოცვა მღვდელთმსახურთან მამა ნიკოლოზ ქათამაძესთან ერთად აღავლინა და ტაძრის აღდგენა ღვთის მორწმუნე მრევლს ნიკოლოზობასთან ერთად ამბიონიდან მიულოცა. მან აღნიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის ქვეყნის შემოქმედის, უფლის რწმენასა და სიყვარულს, დალოცა და აკურთხა სრულიად საქართველო და სარწმუნოებაში გაძლიერება უსურვა თითოეულ ადამიანს. აქ ერთიანდებოდა სოფელი, სიყვარული იყო და პატიოსნება და ზდილობა იყო და ეს არის მთავარი არგუმენტი ქართველი კაცის და ამას ვაგრძელებთ. ახლა ეკლესია განახლდა, უძველესი ეკლესია და დიდება უფალს. იგი კიდევ გაანახლებს სულიერებას ამ სოფელში, დაახლოვებს ერთმანეთს და სიყვარულს მოფენს ქართველ ხალხს. იმიტომ კუთხეებში თუ არ ვიქენით ძლიერად, ჩვენ მარტო თბილისი და ქუთაისი ვერ გადაგვარჩენს. კუთხეები რო იქნება ძლიერი, საქართველოს ძლიერი იქნება. დავით აღმაშენებელი სიდან ქონდა ოქროს ხანა. სოფლები ძლიერი იყო, კუთხეები ძლიერი იყო და ოქროს ხანა ქონდა. დალოცილი ბრძანდებოდა და გილოცავთ ხემადელს, დიდება უფალს. დავიწყეთ შემდეგ აღდგენა, შიგნით თქვენ კარგად ხედავთ, აღვადგინეთ შიგნით კანკელი, ახალი კანკელი გავაკეთეთ. რაც იყო ღვთისმსახურებისათვის წიგნები და საჭირო ინვენტარი რაც იყო, ყველაფერი შევიძინეთ ეს მრევლის თანადგომით და ერთ-ერთი უხუცესი ადამიანი, რომელიც ბატონი უშანგი უხაიძემ და მისმა ოჯახმა და მისმა სანათესაომ მისმა ძმამ დაგვიდგა რომ ამ წინვალე საქმეში და არიან ისეთი ხალხის რომლებიც ასეთი შემოწირულობით თავიანთი მოწყალების გაცემით შეეწიან ამ ტაძარს და გავაკეთდა მრავალი რამ. ახლა რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად აღდგენილია წირვალოცვა მიმდინარეობს და შეუძლიათ ნებისმიერ მრევლს მოილოცოს, მოინახულოს ეს ტაძარი და დაესწროს წირვალოცვას და ილოცოს თავის სული საცხოვნებლად. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ჯონიის ადგილობრივი მოსახლეობა ტეხისობის დღესასწაულსაც ზეიმობს, რომელსაც ის საოფლო მნიშვნელობასაც ანიჭებდა ყოველთვის. ტაძრის ზეიმზე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი, ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი, ისტორიკოსი მერაბ კეზევაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე და სხვა სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას. მინდა პირველ რიგში სოფელ ჯონიის მაცხოვრებლებს, ყველა ოკრიბელს, ტყიბულის რაიონის მაცხოვრებლებს მიულოცო ეს დიდებული დღე, ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ადგილობრივი მოსახლეობის და მამა ნიკოლოზის დიდი ძალისხმევით და ჩვენი მეუფის გიორგის ლოცვა კურთხევით აღსდგა მე-9 საუკუნის, მე-9 საუკუნეების ეკლესია. ეს არის ძალიან დიდი მადლი, მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა. ჩვენ საუბრობთ იმ საერთო სატკივარზე, რაც თითქმის ოკრიბის ყველა სოფელს აწუხებს, ეს არის უგზოობა და ღვთისწყალობით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გეგმავთ, რომ იქნებ შესაძლებელი იყოს სოფლის პროგრამის ფარგლებში მოიხრეშოს სოფელ ჭყეპიდან სოფელ ჯონიამდე მიმავალი გზა. ანუ ის გზა, რომელიც ერთი ტაძრიდან მეორე ტაძრამდე მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე მივლოცავ სრულიად საქართველოს და ოკრიბის მოსახლეობა, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, დიდი დღესასწაულია. ვილოცავ ამ სოფელს, ვინაიდან როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, არის მე-12 საუკუნის ტაძარი, ძველი ტაძარი და დიდი მადლობა მამაოს, მეუფეს, ვინაც ეს ტაძარი აკურთხა და მივლოცავ მრევლს და ვუსურვებ, რომ მრევლი გამრავლებოდეს.
არა მარტო ამ ტაძარს, არამედ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში. მას სასოებით უხმობს ყველა ადამიანი. მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსი გარდაცვალების შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს და მფარველობს მწუხარედ. განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც წარმოადგენს განკურნების უშრეთ წყაროს და მინიჭებული სასწაულთმოქმედების ნიჭით უამრავ სიკეთესა და სათნოებებს აღასრულებს დღესაც. ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ჯონიის წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძრის კურთხევით კიდევ ერთი მუზეიმე მლოცველთა სავანე შეემატა სრულიად საქართველოს დედა ეკლესიათა რიცხვს. უძველესი ეკლესია არათუ ოგრებაში საქართველოში ძალიან ცოტა ამ ეპოქის ეკლესიები გადარჩენილი. ტრადიციულად წყაროებში მოიხსენება როგორც თამარის დროს აგებულ ტაძრად, მაგრამ გაცილებით ძველია. აი ტაძრის არქიტექტურით და აი ყველაფრით დასტურდება, რომ ის გაცილებით ადრინდელია. დღევანდელ დროს უცებ ყველა აქაურ ადამიანს ეს ტეხისობის დღესასწაული, რომელიც საუფლო დღესასწაულის დონეზე ჰქონდათ მიჩნეული, აქაურებს და სიგეთე და ბედნიერება ქონოდათ სულ. ჩემი უფროსებიდან არის ნათქვამი, რომ ორჯერაა დამწვარი ეს ეკლესია. ორჯერ თათრებიდან. ჩემი ბაბუა დიაკონი იყო. მამა ჩემის გიმნაზია ჰქონდა სასულიერო დამთავრებული და რაჭაში აქვს ნამსახური დიაკვნად. ჩვენ ამას შუშავ ოქროსავით უვლიდით, ბოქშოვიდან დაწყებული. რაღაც ცხოვრებული მამაჩემა ადრე დახურეს, შეშტით იყო დახურული. ახლა ხალხსაც ეხალისება, ჩვენს გვეხალისება და პატარა სიყვარულს დათესავს ეს სიყვარულს, ურთიერთშორის დამკვიდრებას, ურთიერთშორის გაგებას. როგორი ადგილია. ოფშეთ მუშები. ამგენისა მომავალი. ოფშეთ მუშები.